საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ჩვენს რეგიონში სიმშვიდეს არ უწერია და მას შემდეგ რაც აგერ ირანი-ისრაელის დაპირისპირება დასრულდა, რა თქმა უნდა ამ მასშტაბების შედარება შეუძლებელი არის და ერთმან უკნას ესეთი შედარება იყოს, მაგრამ იგივე ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ რეგიონში ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდა, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, გაგრძელება მოყვეს და კონკრეტულად გულისხმობ აზერბაიჯანი რუსეთის დაპირისპირებას. მოკლედ ამ თემაზე მინდა დღეს გესაუბროთ, ძალიან საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს. სამხრეთ კავკასია არის, ჩვენი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენს გვეხება ეს ყველაფერი, რაც შეიძლება იქ მოხდეს. და შორის საინტერესო მოვლენები მიდის ასევე სომხეთში. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გესაუბროთ, მანამდე კი ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რასთან დაკავშირებითაც მქონდა გუშინ ვიდეო ლაივი, ანუ ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ. ჩემოკარგებო, თანდათან მოგაწვდით ყველა ინფორმაციას. დანარჩენი ინფორმაცია ჩემ გვერდზე მაქვს გამოქვეყნებული. ახლა კიდე დავადასტურებ, რომ ორგანიზაცია არ ითხოვს არავისგან თავის თანხის ჩარიცხვას, დაფინანსებას და მსგავს რაღაცებს. მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვინც თulis თავს, რომ არის ამ იდეის მომხრე, ვისაც აქვს სურვილი გაწევრიანდეს და ვინც თulis თავს, რომ მისი მოვალეობა არის ამ ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა. 10 ლარი თვიური, ასე რომ ვთქვათ, მინიმალური საწევრო შესატანი არის ამ ყველაფერში და ახლა ვისაც მეტი აქვს საშუალება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მოკლე განმარტებას შემდეგ კიდე მომავალში ბატონი დემურ გიორხელიძე მეყოლება ვიდეო ეთერში, ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება პასუხი. ერთიანად ძალიან ბევრი წერილი მომდის, რეკვიზიტები აგერ არის მითითებული, მინიმალურ დონეზე ახსნელი მაქვს და ერთი და იგივეზე მოვისაუბრებთ. ამიტომ მინდა შესავალივით გავაკეთო. აქ არის მითითებული ყველაფერი, ჩემს გვერდზეც არის მითითებული და ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვემოთ ჩამოხვიდეთ და ნახოთ ეს ყველაფერი. ახლა რაც შეეხება თემა, რომელიც არის ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი და რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი გაგრძელება მოყვეს. მოკლედ ეს დღეები არის 27-ში მოხდა ესეთი შემთხვევა, მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს და ეს გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს, გაგიმარჯვეთ ჩემოკარგებო, მიმდინარეობს სპეცოპერაციები, მიმდინარეობს, ასე რომ ვთქვათ, გამოვლენა მიგრანტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე ხდება არაერთი ტერორისტული აქტი, უკრაინის აგენტურა კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით მიგრანტების ხელით და ქვეყანა ომში იმყოფება და ომის ამბავთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კონტროლები ყველაფერი გამკაცრებული არის. მაგრამ რაღაც ასე რომ ვთქვათ, მოულოდნელად რაღაც მოხდა, რომელმაც ამხელა ამბავი მოიყო და ეთყობა იყო ამისთვის დაგროვილი ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან ძალიან ბევრი რაღაცა და საჭირო მომენტს ელოდნენ მხარეები, რომ ეს დიპლომატიური სკანდალი მოყოლოდა ამ ყველაფერს, ურთიერთობის დაძაბვა და რაღაცა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ასეთი ამბავი მაგალითად 1-2 წლის წინ რომ მომხდარიყო, ამას ყურადღებას არავინ არ მიაქცევდა, არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც აზერბაიჯანი ჯერ კიდე დაკავებული იყო მთიანი ყარაბაღის სრულად შემოერთებით, ატარებდა სპეცოპერაციას, სადაც დაიღუპენ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ იქნა მოწვეული და მოკლედ ერთმა მხარემ და მეორე მხარემ ეს ყველაფერი წყნარად ჩაატარეს, ასე რომ ვთქვათ, აზერბაიჯანმა კომპენსაციას გადაიხადა, ბოდიშიც მოიხადა და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. ამას მოყვა შემდეგ სხვადასხვა დაძაბულობები, იქ იყო აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება, ინციდენტი, რომელიც
იმ წუთში არ ჩამოვარდნილა, მაგრამ გასროლა მოხდა, რომელიც ჩეჩნეთში დაზიანდა, შემდეგ დაჯდომის დროს ნაწილობრივ აფეთქდა, ნაწილი მგზავრების დაიღუპა, ნაწილი გადარჩა. ამან დიდი დაპირისპირება გამოიწვია აზერბაიჯანს და რუსეთს შორის და დღემდე არ არის ეს დაპირისპირება ჩამთავრებული. მოკლედ სხვადასხვა ამბებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცა იყო ამ ორ ქვეყანას შორის დაგროვილი დაძაბულობის მიზეზი. მოხდა ისე რომ ხაზგასმით მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, იმიტომ ჩემი ინფორმაციით ახლა რუსეთში ველაპარაკე მეგობარს დეტალების დასაზუსტებად, მან მითხრა რომ აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანები, რომლებიც იქნენ მოკლული ამ სპეცოპერაციის დროს, ისინი იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, ფლობდნენ რუსულ პასპორტებს, ცხოვრობდნენ რუსეთში, წლობით, წარმოადგენდნენ ადგილობრივ დიასპორას, ჰქონდათ კრიმინალური წარსული, ასევე იყვნენ ბიზნესში გარეული, ძალიან ბევრი რაღაცეები რა, ასე რომ ვთქვათ და თვითონ რუსეთში მოღვაწეობდნენ. რუსეთის მოქალაქეები იყვნენ აზერბაიჯანული წარმოშობის. ახლა მე არ ვიცი, შეიძლება აზერბაიჯანული პასპორტიც ჰქონდათ იმათ, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, მისი მოქალაქეები იყვნენ, ანუ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ეს ადამიანები. არ ვიცი, ახლა ამას როგორ შეხედავენ და რანაირად შეხედავენ ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, არ ვიცი, ეს ქვეყნის შიდა საქმეც შეიძლება ჩაითვალოს თუ ქვეყნის შიდა გარე საქმეც ჩაითვალოს. აზერბაიჯანმა გამოაცხადა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პროტესტი, სამშობლოში ჩამოასვენეს ეს ორი ადამიანი, ჩაუტარეს ხელახალი ექსპერტიზა, დაამტკიცეს, რომ ისინი იყვნენ წამებაში, ცემატყეპაში, თანაც ზოგადად რუსული სპეცსამსახურები და რუსული სამართალ დამცავი სისტემები თავზე ხელის გადასმით არ გამოირჩევიან თავიანთი მუშაობის მანძილზე. და მოხდა სერიოზული დაძაბულობა ამ ორ ქვეყანას შორის. ვიზიტები, რომელიც იყო უმაღლეს დონეზე დაგეგმილი, იქნა გაუქმებული, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. უფრო მეტიც მოყვა ამას ბაქოში საპასუხო რეაქცია. რუსეთის პრაქტიკულად ეს სპეცსამსახურები არიან, ჟურნალისტების სახით და რუსული ასე რომ ვთქვათ, კულტურის ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ყველა არასამთავრობო სპეცსამსახურია ჩვენთან და ყველა საინფორმაციო საშუალება სპეცსამსახურია გააჩნია რომელი ქვეყნის. და ამიტომ ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ აზერბაიჯანში, ვინ იყვნენ, რა იყვნენ და როგორ იყვნენ. დაერიან ამ ხალხს, დააკავეს ზოგს აგენტობა წაუყენეს ბრალად, ზოგს, რა ვიცი, რაღაც კონტრაბანდებიო, რა ვიცი, 1000 რაღაცები, მოკლედ ერთი სიტყვით დააკავეს ეს ხალხი. აზერბაიჯანშიც ყველანაირი ვიზიტები იქნა, ყველანაირი კულტურული კავშირები იქნა შეჩერებული და ორივე მხარე გადავიდა უკვე დიპლომატიურ სერიოზულ გამწვავებაზე. იქ რუსეთში დაიბარეს აზერბაიჯანის ელჩი, ასე. მოკლედ მიმდინარეობს ეს ფაზა. ამ ფაზაში იმყოფება ორი ქვეყნის ურთიერთობა და არავინ იცის რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ახლა როგორც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთში წავიდა ისეთი სიტუაცია, რომ რუსი სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც იყო 2006 წელს ქართველებზე რომ იყო გაცემული გლის ბილეთი, ვინც იყო ქართველი და ვისაც ჰქონდა დარღვევები რუსეთში ცხოვრებასთან დაკავშირებით, რუსულ პასპორტთან ჩაწერასთან, პასპორტთან და ასე სხვა მრავალ რამესთან დაკავშირებით ყველას კიდევდნენ ხელს, იჭერდნენ, ადებორტებდნენ და ასე შემდეგ. მთელი აზერბაიჯანის რუსეთის მასშტაბით დაიწყო აზერბაიჯანელების, ასე რომ ვთქვათ, დევნა, შევიწროება, მათი დოკუმენტაციის შემოწმება. ახლა როგორც რამოდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელი აიყვანეს, ახლა მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. მოკლედ თუ ჩავთვლით იმას, რომ მშვიდობიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის რა დაძაბულობა შეიძლება იყოს, მაქსიმალურ პიკზე არის მისული ყველაფერი და რასთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი. აი, ეს არის ახლა მთავარი საკითხი. ამ იმისთვის, რომ გავირკვეთ იმაში, თუ რატო ხდება
რუსეთის და აზერბაიჯანის დაპირისპირება ჯერ უნდა შევხედოთ თვითონ აზერბაიჯანს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც ბოლო პერიოდში რა მიღწევები ჰქონდა, როგორ ვითარდებოდა ისტორიული მოვლენები აზერბაიჯანში და რა შედეგები ჰქონდა. ახლა ამ ხრივ თუ ავიღებთ ჩვენ აზერბაიჯანს, აზერბაიჯანმა მისი დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, ძალიან დიდი. აზერბაიჯანი არის სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა საქართველოსთან და სომხეთიდან განსხვავებით, რომლის ტერიტორიაზეც რუსული სამხედრო ბაზა არ არსებობს. არ არსებობს. ერთადერთი, ასე რომ ვთქვათ, ბოლოს შემორჩენილი იყო რადიოლოკაციური სადგური, გაბალას რადიოლოკაციური სადგური, ეს ცნობილი რადიოლოკაციური სადგური არის, რომელიც თავის დროზე 2001 წელს პუტინმა შესთავაზა ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რომ თუ კი სარაკეტო ფარის განთავსება, რომელსაც ამერიკელები ევროპაში აპირებდნენ ჩეხეთში და რუმინეთში, თუ კი მართლა ირანის წინააღმდეგ იყო საჭირო ერთობლივი გამოყენებისთვის, რომ ირანს რაკეტები არ დაერტყა ევროპელი მოკავშირეებისთვის და თურქებისთვის, გამოიყენებიათ ეს რადიოლოკაციური სადგური ამერიკას და რუსეთს ერთობლივად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს დაახლოვებდა ორ ქვეყანას თანამშრომლობას, რადგან უარი იქნა ამერიკელების მხრიდან. მოსული, მოკლედ ეს ბაზა შემდეგ დაიხურა, აზერბაიჯანმა არ გააგრძელა არენდის ფასა, ასე რომ ვთქვათ, არენდის ხელშეკრულება და პრაქტიკულად აზერბაიჯანი საერთოდ დაიცალა რუსული სამხედრო ბაზებიდან, დარჩენილი იყო ყარაბაღი, ოკუპირებული ყარაბაღი, სადაც სეპარატისტული ელემენტები იყო სომხეთის, ოფიციალურად იქ რუსეთის ჯარი არ იდგა, რუსული სამშვიდობო ჯარი არ იდგა. აზერბაიჯანმა ნაბიჯ განავითარა თავისი ეკონომიკა, მხარი დაუჭირა დემოგრაფიულ საკითხს, გააძლიერა შეიარაღებული ძალები, უდიდესი ინვესტიციები განახორციელა განათლებაში და ამ გზაზე მას დაეხმარა მისი მართლა მოძმე ქვეყანა, მოძმე ერი, იმიტომ რომ თურქები და აზერბაიჯანელები თავს თვლიან ერთი ოჯახის ორ ტყუპ ძმად, ისე როგორც არის ბელორუსი და რუსი ერთმანეთისთვის. ორივე მუსულმანები არიან, კი მართალი ერთი სუნიტური შტო არის და მეორე შიიტური შტო არის, მაგრამ აზერბაიჯანი მაინც სვეტსკი სახელმწიფოა, ასე რომ ვთქვათ, უფრო სეკულარული სახელმწიფო არის და რელიგიურ საკითხს არ აყენებენ პირველ ადგილზე, მაგრამ აი ძალიან შეკრული მოკავშირე გააჩნია. ამ ხნის მანძილზე აზერბაიჯანმა მოახერხა ის, რომ თავისი ეკონომიკის განვითარების პარალელურად შექმნა ძლიერი შეიარაღებული ძალები და რა თქმა უნდა დიპლომატიური არხების საშუალებით რუსეთთან შეთანხმებით, ეს ვინმე არ იფიქროს, რომ რუსეთის მწვანე ბარათის ნაცვლად მოხდებოდა, დაიწყო ოპერაცია ყარაბაღის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს პირველად დაიწყო 2020 წელს ეს ოპერაცია და შემდეგ შარშან უკვე დაასრულა ეს ყველაფერი საბოლოოდ. მაგრამ შუალედში აღმოჩნდა ისე, შუალედის პერიოდში იყო ისეთი რაღაცა, რომ ესე ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის და პერემირის პერიოდში რუსი სამშვიდობოები გამოჩნდნენ ყარაბაღში. არ იყო დიდი რაოდენობა, 1500 კაცამდე იყო, რომელმაც ომი შეაჩერეს და ახდენდნენ ისინი პატრულირებას. თუმცა მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში და რუსეთი გახდა მთლიანად ჩართული ამ ომში, აზერბაიჯანმა იხელთა მომენტი და განახორციელა ყარაბაღში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მთლიანად კონტროლს დაუქვემდებარა მთლიანად ყარაბაღი, რის შემდეგაც რუსი სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე უკვე უსაქმოდ დარჩენ, მაგრამ ამ ოპერაციის პერიოდში იყო მსხვერპლი, შემთხვევითი მსხვერპლი იყო რუს სამშვიდობოებს შორის, რაზეც ბოდიში მოიხადა ალიევმა, ფული გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი ასევე მანამდეც იყო, ეს ნახჭევანის მიმართულებაზე იყო.
ეს 2020 წელს იყო ეს მოვლენები და მაშინაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს აზერბაიჯანელებმა, იქ პილოტი დაიღუპა, მაშინაც ბოდიში მოიხადეს, თანხა გადაიხადეს, კომპენსაცია ყველაფერი და პრაქტიკულად რუსეთი შეეგუა იმას, რომ აზერბაიჯანმა სრულიად აღადგინა თავისი ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგი, რითაც სამხრეთ კავკასიაში გაბატონებული რუსული პოლიტიკა კონფლიქტის შედეგად ორივე მხარე, რომელიც ჩანგალზე ყავდა დაჭერილი, ეს იყო სომხეთი და ეს იყო აზერბაიჯანი, ყარაბაღიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანაზე დაკარგა გავლენის ესე რომ ვთქვათ, ის რესურსი, რაც რესურსი ჰქონდა, განსაკუთრებით აზერბაიჯანს. და ამის შემდეგ აზერბაიჯანმა განსაკუთრებით გადადგა ნაბიჯები თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, არა მარტო სამხედრო, ენერგეტიკული, სხვა უამრავი რაღაცეები. იგრძნო ამ ქვეყანამ რეალური თავისუფლება იგრძნო რეალური ძალა თავისი ერის, თავისი ქვეყნის და ჩათვალა ის რომ მას შეუძლია როგორც დამოუკიდებელმა ძლიერმა მოთამაშემ და არაერთხელ განაცხადა, კავკასიაში ჩვენ ვართ დომინანტი სახელმწიფო, რომელსაც პოლიტიკის წარმართვა შეგვიძლია, მან წარმართოს თავისი პოლიტიკა ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მივიდა ლოგიკურ დასკვნამდე. ლოგიკური დასკვნა ის არის, რომ რუსული ინტერესები, რომელიც მანამდე არსებული იყო აზერბაიჯანზე, ნელ-ნელა შემცირდა და ამ ინტერესთა კონფლიქტი თანდათან წარმოიშვა, იმიტომ რომ აზერბაიჯანმა დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, როგორც ძლიერმა რეგიონალურმა სახელმწიფომ. ეს გახდა მთავარი მიზეზი რუსეთს და აზერბაიჯანს შორის. ახლა სიმართლე უნდა ითქვას ის, რომ აზერბაიჯანის მიმართ რუსებს ადრეც ჰქონდათ თავისი, ესე რომ ვთქვათ, კოჭის გაგორებები ჩვეოდათ. არ ვიცი, რამდენად იცის საზოგადოებამ, მე ჩემს აუდიტორიას არაერთხელ უთხარი და გავუმეორებ კიდე ერთხელ იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც პრეცედენტი აღმოჩნდა, როდესაც რუსეთმა ეს ჯერ კიდე სხვათა შორის ყარაბაღის ომამდე იყო, რუსეთმა თავისი ტერიტორია, უშუალოდ თავისი ტერიტორია დათმო აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ეს იყო დაღესტნის მიმართულებაზე არსებული ტერიტორია, რომელიც ტერიტორიაც უშუალოდ რუსეთის კუთვნილება იყო და თუ არ ვცდები 600 ჰექტარი, არ არის ეს პატარა ტერიტორია, თავისი მოსახლეობით გადაცა აზერბაიჯანს. ძალიან დიდი სიამტკბილობით იყვნენ ერთმანეთში ჩახუტებულები რუსეთი და აზერბაიჯანი. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი ცენტრალური სახელმწიფო რუსეთის გეგმებში, ჩრდილოეთი სამხრეთის კალიდორების გახსნის შესახებ. ეს ბაქოს პორტი იქნება, თურკინიგზა იქნება ირანთან დამაკავშირებელი და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კავკასიაში რუსეთთან ერთად შეთანხმების. ამიტომ ხალხო, როდესაც ზოგიერთებს გააქვთ იმის ფიქრი და განცდა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი ძმა და გათმობს ტერიტორიებს, კიდე ერთხელ დავით გარეჯთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანმა რუსეთს არ დაუთმო, კი არა, იქეთ წაართვა ტერიტორიები, სიმართლე რო ვთქვათ, თავის დროზე დაღესტნის მიმართულებაზე. ახლა რაც შეეხება რუსეთში ძალიან უკმაყოფილო არიან და სხვათა შორის ძალიან ბევრს ვერ პატიობენ კრემლის იმ სტრატეგებს, რომლებმაც თავის დროზე მისცეს საშუალება აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ამიტომ ერთ მხარესა და მეორე მხარეში დაგროვილი არის უამრავი ბოღმა, უამრავი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები ერთმანეთთან კონტაქტობენ, კავშირები აქვთ და რაღაცა აქვთ, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არის ძალიან რთული, ძალიან მაღალი. სამხედრო დანიშნულების მიმართულებით, როდესაც რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იარაღის თურქეთთან ერთად აზერბაიჯანისთვის და რასაც სომხები ძალიან ცუდად უთვლიან რუსეთს,
ამ ყველაფერს ამ მიმართულებაზე აზერბაიჯანმა სხვათა შორის მაქსიმალურად შეეცადა და შეძლოდა ალბათ მომავალშიც მოახერხებს ჩანაცვლება გააკეთოს რუსული იარაღის, ჩინური და პაკისტანის მეშვეობით, იმიტომ რომ პაკისტანი მოკავშირე არის აზერბაიჯანის ბირთვული სახელმწიფო, პრაქტიკულად ძალიან შემცირდა რუსული გავლენები აზერბაიჯანში. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის როგორც სახელმწიფოს გაძლიერება და გავლენა და თავისი დამოუკიდებელი თამაში რუსული ინტერესების წინააღმდეგ ეგ კრემლში არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ამიტომ ძალიან დიდი ბოღმა არის დაგროვილი ორივე მხრიდან. არავინ იცის რა იქნება ხვალ. თუმცა არ შეიძლება რომ მარტო საუბრობ ჩემოძმაო რა და მაგაზე მერე ვისაუბროთ რა. ამიტომ ასე რომ ვთქვათ რა, აი ადამიანურად არ შეიძლება მარტო ერთი კუთხით იქნას განხილული, აი გავთიშავ ახლა კომენტარებს რომ მოვასწრო ჩემი თქმა, თორე პარალელურად ვერ ვახერხებ. უნდა იქნას განხილული რა ხდება მთლიანად რეგიონში. რა ხდება ზოგადად რეგიონში, რა ჯაჭვს შეიძლება ეს ყველაფერი იქნას მიწერილი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მარტო რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება, ეს არის გეგმა, რომელიც გეგმაც ძალიან წარმატებულად ბოლო პერიოდში მუშაობს სამხრეთ კავკასიაში, ეს არის დასავლეთის ქვეყნების სერიოზული სპეცსამსახურების ნამუშევარი, რომლის მთავარი იდეაც არის სამხრეთ კავკასიიდან რუსული გავლენების ამოძირკვა და გათიშვა. ამას შეეწირა ჩვენი ქვეყანა. თავის დროზე ამას შეეწირა ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველო გახდა დასავლური სპეცსამსახურების მთლიანად მართული ქვეყანა, რასაც იტყოდნენ ვაშინგტონში და რასაც იტყოდნენ ბრიუსელში, ტაშს დაუკრავდნენ და იმ წუთში ყველაფერი სრულდებოდა. შევარდნაძე ამბობდა, რომ მეო ამერიკელების მიმართ ისეთი ნდობა მაქვს, რომ ცარიელ ხელს მოაწერთ ცარიელ ფურცელზე და რა ხელშეკრულებაც გინდათ ის დაწერეთ. ამან მოიტანა ის, რომ საქართველოს ტერიტორიები გახდა ოკუპირებული, რაც დაგვემართა, როგორც დაგვეძაბა რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ გაიზარდა საქართველოში თაობა ამ დაპირისპირების შედეგად, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი მიაჩნია ყველანაირ უბედურებად საქართველოსი და ნაწილობრივ ეს მიზანი საქართველოში იქნა მიღწეული, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა და ესე შემდეგ. რაც შეეხება აზერბაიჯანის საკითხს, აზერბაიჯანის ამბავშიც სხვათა შორის დასავლეთმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო როგორც თავის ეკონომიკაში და ის ნავთობი, რომელიც ნავთობიც იქ მოიპოვება არის british petroleum-ის, Chevron-ის და 1000 უზარმაზარი დასავლური კაპიტალი არის ჩადებული ბაქოში, ამიტომ 90-იანებიდან მოყოლებული გეიდარ ალიევის დაბალანსებული პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთის გავლენა აზერბაიჯანზე თანდათან მცირდებოდა და აი ახლა თითქმის ისტორიულ მინიმუმზე არის მისული კი არა, უკვე დაპირისპირებული ქვეყნებიც არიან ერთმანეთში. ახლა მესამე ქვეყანა არის სომხეთი, რომელიც აი განსაკუთრებით აი ბოლო 2 დღე არის, როდესაც ფაშინიანს ძალიან დაუფასდა თავის სასულიერო პირებთან დაპირისპირება და სვეტსკი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც სვეტსკი საზოგადოებაც არაფრად მიიჩნევს ეკლესიას რწმენას სარწმუნოებას და აი აგერ ახლა წარმომადგენელი იყო ჩასული ევროკავშირის, რომელმაც სომხეთთან უვიზო მიმოსვლის გეგმა დაწერა, არ ვიცი ახლა ეს რამდენად აწყობს სომხებს, იმიტომ რომ რეალურად სომეხი ერის უმრავლესობა უვიზო რეჟიმში ცხოვრობს, ეს საფრანგეთი იქნება თუ შეერთებული შტატები იქნება თუ რაღაცა, მაგრამ თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, რაში მაინტერესებს, ან რა მე ვინავა რომ განვიხილო. უვიზო მიმოსვლა შეთავაზეს სომხეთი, რომელიც არის SNG-ს წევრი, სომხეთი, რომელიც არის ევრაზიული კავშირის წევრი, სომხეთი, რომელიც არის საბაჟო კავშირის წევრი,
სომხეთი, რომელიც ასევე არის სამხედრო ODKB-ს წევრი, ეს პრობლემას არ უქმნის და სომხეთში სადაც განთავსებული არის რუსული სამხედრო ბაზები და უფრო მეტიც სომხეთის საზღვრებს იცავენ რუსეთის შეიარაღებული ძალები თურქეთის მიმართულებაზე, ეს ევროკავშირისთვის პრობლემა არ არის. რუსული გავლენები სომხეთში არაა, მათი აზრით რუსულ პოლიტიკას არ ატარებს სომხეთი. და ამ დროს ახლა წარმოგიდგენიათ, ქვეყანა იყოს რუსულ ორბიტაზე, ოფიციალურად დოკუმენტებით, გაერთიანებებით, ყველაფრით. და ამის პრობლემა არ კონდეს, იმას რა ქვია, ევროკავშირს რუსული პოლიტიკის შედეგად და აძლევდეს უვიზო რეჟიმს, რომელზეც ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხო გასაგებია, ევროპული პოლიტიკის სიბინძური არის, მაგრამ მეორე და საინტერესო ამბავი, რომ ევროკავშირის მისიაც მოქმედებს და ევროკავშირმა დაიწყო სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა. თავდაცვის სფეროში დაიწყო ევროკავშირმა სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდება შესაბამისი იარაღის. ახლა ძალიან კარგად იყენებენ ყარაბახის მეორე ომს ევროპული ქვეყნები, რომლებიც ეუბნებიან სომხებს ისტორიულად თქვენ გაგწირათ რუსეთმა ერთხელ 1915 წელს, როდესაც თურქებმა გენოციდი მოგიწყვეს და არ დაგეხმარეს, მეორედ ახლა, როდესაც ყარაბახის მოვლენების დროს არ დაგეხმარენ და აგერავართ ჩვენ და წამოდით დასავლეთში. ეს კი იმას ნიშნავს, ახლა სომხეთი ისეთივე ევროპა არანაირად საქართველო. ხო? კიდევ უფრო იქეთა ირანის საზღვარზეა და რა ვიცი. სომხეთის თუ ევროპაა, არ ვიცი, არ მეგონა. ვერ წარმოვიდგინა, თურმე ევროპა ახლა რო გითხო. იქაც ყავთ თავისი ფუჩუკუტუ ორგანიზაციები, რომლებიც ყოლიან სომხეთი ევროპაა. ეს ყველაფერი რას ემსახურება? ეს ყველაფერი მარტივად ემსახურება იმას, რომ სომხეთი როგორც ქვეყანა იყოს ევროკავშირის გავლენის წევრი. საიდანაც იქნება ამოძირკული რუსული ელემენტები. ახლა რა მოუვა მერე სომხეთს, რუსეთის ჯარი რო გავა სომხეთის ტერიტორიიდან, შეჭამს თურქეთი, შეჭამს აზერბაიჯანი, ზანგეზურის კორიდორი გაიჭრება თუ არ გაიჭრება, ეს ევროპას არ აინტერესებს. ესეთი ინტერესები მას არ აქვს. მისთვის მთავარი ინტერესი არის, რომ იქნას გადევნილი სომხეთიდან ისა რა ქვია, რუსეთი. ამიტომ რუსეთი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ომის პარალელურად, რომელსაც აწარმოებს უკრაინაში, პოზიციები აქვს ძალიან მძიმედ შერყეული. რეგიონი, რომელიც რუსეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამას მე არ ვაჭარბებ. ეს არის აზერბაიჯანის მიმართებაში კიდე ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის იყო ეშმაკობის და მოხერხების და პოდლობის განსახიერება, ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ როგორც იციან თქვა, ხოდკანიომ, ცხენით სვლა თურქეთის ხელით. იმიტომ რომ გეგმა, რომელიც არის დიდი თურანის გეგმა, რომელიც არის ყველა თურქულენოვანი და ეთნიკურად თურქი ერების გაერთიანება, დიდი ტურანის გეგმა, ამ დიდი ტურანის გეგმაში აზერბაიჯანი და თურქეთი ესენი არიან საკვანძო სახელმწიფოები. მათი გაერთიანება და დაკავშირება ერთმანეთთან ეს არის ბრიტანეთის და დასავლეთის, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ამოსავალი ოცნება. და ამ ყველაფერს უშლის ორი ქვეყანა, საქართველო და სომხეთი. ყველაზე მეტი ახლოს ამ კავშირის შესაკვრელად მაინც სომხეთიდან არიან ისინი, რა ქვია, თურქები და ბრიტანელები მიმდგარი, იმიტომ რომ 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, სომხეთის მონაკვეთი აშორებს აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან სახმელეთო კავშირისთვის და ამის შემდეგ უკვე თურქული სამყაროს გაერთიანებისთვის, გაძლიერებისთვის, როდესაც სახმელეთო კავშირებს დაამყარებენ ერთმანეთთან. მოკლედ, ამ მოკლე კორიდორზე არის დიდი დაპირისპირება, როგორც რუსეთის მხრიდან, ასევე ირანის მხრიდან, ასევე, რა ვიცი, თვითონ სომეხი ნაციონალისტების მხრიდან და თუმცა არის ეს, რომელსაც სამხედრო ძალით ძალიან მარტივად მოახერხებენ თურქები და აზერბაიჯანელები ეს კორიდორი დაიკავონ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ იქნება თუ არ ჩაერევა სომხეთის კონფლიქტში და სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე. ისე ახლართული არის ეს ყველაფერი და ისე ამღვრეულია კავკასიაში
ისა რა ქვია, წყალი, ამას აქ ახლა თევზის დაჭერა არის ძალიან კარგი მომენტი. ამიტომ დასავლური სპეცსამსახურები ამას ძალიან კარგად ახერხებენ რა. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ამ პერსონაზე, რომელი პერსონაც იქნა, ამაზე მე ცალკე მექნება საუბარი, ბრიტანეთის დაზვერვის Mi-6-ის, ანუ ეს არის ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ბრიტანეთის მართველი თავები აქ არიან და ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ბრიტანული საგარეო პოლიტიკის გატარების პოსტზე დანიშნა ქართული გვარის მატარებელი არსების და რატო დავდევი ახლა ეს სურათი, ამაზე მე ცალკე მექნება მოკლედ ვცლად და უფრო გასაგებად თუ რატო მოხდა მისი დანიშვნა და არა მარტო მისი, ანუ რა კლასტერს წარმოადგენს ევროპაში ეს გვარად მეტრეველის დანიშვნა, რომელიც არანაირად ქართველი არ არის, მაგრამ არის ქართული გვარის მატარებელი. კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, აი ესეთი გვარგადაკეთებული ქართველები, ადამიანს, რომელსაც მისი წარმომავლობა ეზიზღება და ვერ იტანს, ის რა გვარსაც არ მიიღებს, არც იმის ერთგული არ იქნება არასდროს. მოკლედ ეს არის ეს არსება, ეს არის მისი ბაბუა. სინამდვილეში ეს ადამიანი არის გვარად დობროვოლსკი. უკრაინელია. ეს არის მამამისი, რომელიც ყასაბი ჰქონდა ზედმეტ სახელად, კოლაბორაციონისტი იყო, ფაშისტებთან თანამშრომლობდა და რა ვიცი, როგორც ამბობენ, 800-მდე ებრაელი და ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიაზე ხოცვა-ჟლეტვები აქვს ჩატარებული დიდი. შეეხება ამის გვარს მეტრეველს, ეს არის მიღებული უკვე მამობილის მხრიდან, ანუ ამის მამის მამობილიდან, რომლის გვარით შემდეგ ამან აიღო და არანაირად ეს ადამიანი ქართველი არ არის. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ქალი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან ეშმაკი და ძალიან, ესე რომ ვთქვათ, შენიღბული, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ერთა შორის ურთიერთობებში, ნუ ახლა ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელად ვიღაცა ჰელენ ხოშტარია და ეს რა ქვია, ანა დოლიძე და ეს რა ქვია, რაჯანდაბა ეს ჩერგოლეიშვილი და ამნაირი ძუკნები არ იქნებიან დანიშნული, უკაცრავად მისი ნიფხვის გარეცხვა რო არ იცის, არის მართლა პროფესიონალი და ამბობენ, რომ მისი წარსული, განსაკუთრებით მას მისი წარსული აძლევს იმის საშუალებას, რომ ის მტრად მიიჩნევდა თავის დროზე საბჭოთა კავშირს და იმას რა ქვია, ჩინეთს მიიჩნევს და ესე შემდეგ გამობრძმედილი არის ხალხთა ურთიერთობებში. ანთროპოლოგი არის პროფესიით, ეს ოფიციალური პროფესია, მაგრამ ღმერთმა იცის რა კიდე ცალკე თუმცა ამაზე ახლა რატო ვამბობ ამას? განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული არის ბრიტანული Mi-6. Mi-6 არის გააქტიურებული, ეს არის სოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახური, რომელსაც აი გადაკიდება, თავების მარხვა, არეულობა, კონფლიქტების შექმნა, მე ამ კონფლიქტების საუკუნეებით გაწელვა, ამის აქ უზარმაზარი გამოცდილება. და არსად არაფერი არ წასულა, ის დიდი საჭადრაკო დაფა, რომელიც ნახსენები იქნა ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში რუსეთს და ბრიტანეთს შორის ჩვეულებრივად მიმდინარეობს და თამაშდება კავკასიის მიმართულებაზე. ამიტომ აი ეს მეტრეველი აი ამ პერიოდში და რასაც ვხედავთ, ანუ უნდა დააკვირდე თუ ვინ რჩება ამ ყველაფრით მოგებული. ამ ყველაფრით მოგებული რჩება დასავლეთი, თუ კი კავკასიაში დაპირისპირება იქნება რუსეთს, თუ კი იქნება გადევნილი სომხეთიდან, თუ კი იქნება გადევნილი აზერბაიჯანიდან, თუ კი არ ვიცი ახლა საქართველოში ვინიომებს აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ან როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტები, არავინ არ იცის. ახლა კი არა, არავინ არ იცის, ჩვენი აი ესეთი გაუაზრებელი და დებილური საქციელით ამ წლების მანძილზე, მაგრამ ის რომ საქართველოში რუსული ფაქტორი შეაზიზღეს და რუსოფობია ძალიან მაღალ დონეზე არის, ესეც ბრიტანეთის Mi-6-ის მიღწევაა. ანუ რუსები სამხრეთ კავკასიას ძალიან სერიოზულად კარგავენ.
აზერბაიჯანი აქვს დაკარგული, როგორც გითხარით, არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ დგას აზერბაიჯანში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგას და სომხეთში დგას, მაგრამ შესაძლებელი სომხეთი არის პრაქტიკულად მოქცეული, რუსული ბაზები არის მოქცეული ჩიხში, სტრატეგიულ ალყაში არის, იმიტომ რომ უშუალოდ მოკავშირე სახელმწიფო, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო, რომელშიც რუსული სამხედრო ბაზები იქნება, დე იურეთ კანონიერად ასეთი სომხეთს არ ესაზღვრება. ჩვენთან საოკუპაციო ბაზები დგას, თურქეთი ნატოს წევრი არის, აზერბაიჯანში ერთი რუსი ჯარისკაცი არა, რაც შეეხება ირანს, არც ირანში არის მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან, როგორც ასეთი სამხედრო მოკავშირეები ეს ქვეყნები არ არიან. ამიტომ თუ კი სომხეთში იქნება რთული სიტუაცია, რუსი სამხედროების გაძევება სომხეთიდან არის შესაძლებელი. და აი ეს იქნება იდეალური მომენტი. და მიექვსი თამაშობს ძალიან კარგად. მიექვსი თამაშობს თურქეთის, აზერბაიჯანის, დიდი თურანის ხელით და ახდენს დაძაბულობის კერების შექმნას რუსეთთან მიმართებაში. აი ეს არის დიდი სტრატეგიული გეგმა და ახლა რაც შეეხება დაბალ დონეზე იმან ეს უთხრა, ამან ეს უთხრა, აქ არის ფაქტი. დაპირისპირება არის ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი. მიუხედავად იმ კავშირებისა, რაც არსებობს. მოკლედ, მომავალში არავინ იცის რა იქნება, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან დაკავებული არის უკრაინისთვის და ამ მომენტისთვის ნამდვილად არ ცალია ყველა ფრონტზე იომოს, თუმცა აი როდესაც მორჩება უკრაინის ფაქტორს, მე არავინ არ იცის რა იქნება. მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ. ვაიმე ამას არ იზამს რუსეთი, ვაიმე იმას ვერ იზამს, ამის ეშინია, იმის ეშინია. რუსეთმა რაც უკრაინაში რესურსი დახარჯა, უკრაინაში რაც სამხედრო რესურსი დახარჯა, რომ გამოაკლოთ თქვენ უკრაინა და აიღოთ დანარჩენი ყველა საბჭოთა კავშირის ქვეყანა. უმარტივესად აღადგენდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს, აი ამის ნახევარი რესურსით, რაც იხარჯება უკრაინაში. მაგრამ თუ კი უკრაინას გადატეხავს, მერე უკვე პრობლემა არ ექნება დანარჩენთან. უომრათაც შეძლებს დანარჩენ ტერიტორიებზე გავლენის აღდგენას. აი ამ თამაშის წინაშე ვართ. ახლა თუ მე არაერთი დებილი შემხვდა, რომელიც გამოხდა და ტაშს უკრავს გენაცვალე აზერბაიჯანო და შენი ჭირიმე ბჯო. ვინმე სხვა არ გავიწყდებათ ახლა რუსეთი ოკუპანტია და აი გასაგებია რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ აზერბაიჯანს რა დაუშავეთ ჩვენ ქართველებმა და საქართველოს ჩვენ წმინდა ადგილებს ელემენტარულად პრინციპის გამო რო არ გვაძლევს, ხო? ჩვენთვის ქართველების და ქართული სახელმწიფოსთვის მე არაფერს არ ვერჩი აზერბაიჯანელ ხალხს პირიქით. უამრავი ქართველი აზერბაიჯანი მართლა აი ესე სულით, გულით შესისხორცებული ადამიანი საქართველოს შვილი და უამრავი საამაყო ადამიანი არის, რომლებიც აფხაზეთის ომშიც იბრძოდნენ, 2008 წლის ომშიც იბრძოდნენ და ჩვენი ერის ნაწილია. მე ხალხს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ როგორც სახელმწიფოს საქართველოს არავის მიწა არ აქვს. აი აზერბაიჯანს ქართული მიწა გააჩნია. ვინმეს თუ დაავიწყდა საინგილო, ვინმეს თუ დაავიწყდა, აგერ დავით გარეჯი გაიხსენოს და ისინი გაიხსენოს, ხო? ამიტომ თუ რუსეთი ოკუპანტია, არც აზერბაიჯანის სახელმწიფო არაა ჩვენთვის ის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ტერიტორიებს არ გვართმევს, ხო? ასე თუმცა აქ ისეთი კლასტერი არის ჩამოყალიბებული, ოღონ რუსეთის წინააღმდეგ იყოს და თუ გინდა ეშმაკ შეეკრებიან. ამაზე არავინ არ ფიქრობს. მოკლედ, დავასრულებ ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, დამისვით. ჩემო კარგებო, ახლა ჩვენ რა გვეშველება და ამ რიტორიკულ კითხვებს და აი ამ გვეშველება რამეს დავანებოთ თავი რა. დავანებოთ თავი ახლა რაღაცნაირი ასე იძახეს მთელი ქართველობა და საქმეზე რომ იდგება, მე 10 და 20 კაცი არ გამოდის საქმეზე და აი ის გვეშველება საკუთარი სამშობლოს სიყვარულს რო ვისწავლით და ერთმანეთის გვერდში დგომას, აი ის გვეშველება. მანამდე აფილერ გვეშველება. მანამდე აი ნაშველი აქ აგე რა, ბიზნეს და ქოცებს. ნაცები და ქოცები არიან ნაშველები და არიან ძალიან კარგად. ხო, მანამდე არ იქნება საშველი. როდესაც ისწავლის ქართველი სამშობლოს სიყვარულს და ერთმანეთის სიყვარულს და დაფასებას და გვერდში დგომას, აი მაშინ ეშველება საქართველოს. მანამდე არაფერი.
მანამდე არაფერი, მანამდე რადონის პატრიოტებიც ყავენ, რადონის მართველებიც ყავენ, რადონის პოლიტიკური კლასი და ძალა ყავს, იმ დონის ცხოვრება არის ქვეყანაში. და თუ ხალხი მაინც იძახის, რომ მაინც ეს მირჩევნია ყველასო, მაშინ გააგრძელებს ეს ერი ასე ცხოვრებას. ხო, დემოკრატია ხო გვაქვს? რო გკითხოს ხალხს, ხო, დემოკრატია გვაქვს? რა თქმა უნდა, ცეცხლს ეთამაშება, რა თქმა უნდა, ცეცხლს ეთამაშება. კი ბატონო. ეთამაშება ძალიან მარტივად შეუძლია რუსეთს ძალიან ბევრი ბოროტება გაუკეთოს. თუმცა ალიევი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაში და შემოკარგებო კიდე ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ალიევი არის ის ადამიანი, რომელმაც რუსეთს ზოგიერთი რო იძახის, რომ რუსეთს ვისთვის და რუსეთს ყარაბახი კი არა, თავისი კუთვნილი ტერიტორია დაათმობია. ამიტომ ალიევს რა გეგმები აქვს და ალიევს რა აქვს თავში, რაც შვილმა არ იცის, თუმცა რუსეთს ძალიან მარტივად შეუძლია ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას. ალიევს და აზერბაიჯანსაც. ძალიან დიდი და ის ფართო სპექტრია ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, ხალხს სხვისი ხელებით უნდა გააკეთოს. ჩვენ საზღვრებთან არ ამგონია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ამგონია, მაგრამ არავინ იცის რა აქვს აქ ჩვენს ძმას და დას, მეტრეველს და სხვა მიექვსის აგენტურას ჩაფიქრებული. ფაქტი არის, რომ კავკასიის რეგიონიდან გადის და გასული არის ამერიკული გავლენა, მაგრამ ბრიტანული გავლენა, რომელიც გავლენაც იყო კავკასიაში, ისტორიულად არსებობდა ეს ბრიტანული არა მარტო კავკასიაში, ასევე თურქეთში ეს სპეცსამსახური თამაშობს. ეს არის ყველაფერი ბრიტანული სპეცსამსახურების ძალიან იუველური ნამუშევარი. ამას ორი აზრი არ ჭირდება, მით უმეტეს, როდესაც აზერბაიჯანი ის ქვეყანა არის, რომელიც დაპირისპირებული არის საფრანგეთთან ბრიტანეთის ისტორიულ მოწინააღმდეგესთან. ხო. აი ეგაა ჩემო კარგებო. კარგი, მაშინ აღარ შეგაწყენთ თავს. ჩამოვყვები ერთი თუ რამე კითხვა იყო. მომწერე ჩემო ძმაო, მომწერე და დაუკავშირდეთ ერთმანეთს. უბრალოდ ვერ ვახერხებ ფიზიკურად, რა იცი? ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველაზე პასუხის გაცემას. ეხლა უამრავი წერილი მაქვს მოწერილი და უამრავი ის მაქვს ვერ ვახერხებ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ყველას ვესაუბრო, ვისაც საუბარი უნდა. გამიგეთ ადამიანურად გეუბნებით, არ მომაქვს თავი რაღაც დიდ დაკავებული ადამიანით, მაგრამ ერთი ადამიანი ვარ და ვერ ვახერხებ რა და ამიტომ არ გეწყინოთ. ხო, აი ეს ხო მე აი ლევანი მეკითხება, რომ ბევრი აზერბაიჯანელიო გამიგონიაო, საქართველოსიო ცხოვრობსო და აი აზერბაიჯანის ეკონომიკაო განვითარებულიაო და რატო არ მიდიანო აზერბაიჯანშიო და ესე შემდეგ. ხა როგორი კითხვა არის ჩემო ძმაო, მათთვის საქართველო არის სამშობლო. საქართველო არის და თაობები ცხოვრობს ეს ხალხი და ისინი საქართველოს შვილები არიან. შვილები არიან. აქ არის მათი წინაპრების საფლავები, აქ არის მათი ცხოვრება, აქ არის მათი ისტორია. ნუ ახლა ყარაჯალელი 300 თათარიო რო ამბობენ ის თათრები კი წqინთ ახლა აზერბაიჯანს რომ ისტორიულად ასია ცნობილი ის აზერბაიჯანელი ხალხი იყო ერეკლეს რო გვერდში ედგა ყრანისის ომის დროს და განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდნენ. თავიანთი სამშობლოა საქართველო მაგათი. და ერთმა იცის რამდენი თაობა. შეიძლება 1 7 8 9 10 თაობა. საქართველოს შვილები არიან და რატო წავლიან? მომწერე ჩემო ძმაო, მე მომწერე და დავილაპარაკოთ. კარგი, დაგემშვიდობებით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.